Bonjour, მოგესალმებით, მეგობრებო. აა, როგორც იქნა დაბრუნდა მობაილზე ისევ სუპერმარკეტ სიმულატორი და დიდი ხნის შემდეგ ახალი ვერსია, წინა მაღაზია საკმაოდ დიდი მქონდა, ვინც ნახეთ წინა ვიდეოები, მაგრამ ის ვერსია აღარ მუშაობდა, აღარ გამოდიოდა განახლებები, აქედან გამომდინარე, ეხლა დაიდო სუპერმარკეტ სიმულატორი მობაილ ვერსია 2026 წლის და ჯერჯერობით აქ ყველაფერი კარგად არის. თავიდანვე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ წინა ვიდეოში ხმა არ ისმოდა, ამიტომ დაწყებული მაქვს მოკლედ უკვე გავხსენი მაღაზია. რაღაცეები ვიყიდე, დავალაგე, პირველი სექცია გავიარე და ამ ვერსიას თითქმის ყველაფერი აქვს, რაც აქვს Steam-ის ვერსიას, ორიგინალს, სახელიც იცვლება მარკეტზე და ნაპოს სუპერმარკეტი ეწერება აქ მერე. და გავყვეთ მოკლედ, ვნახოთ რა და როგორი და როგორ სუპერმარკეტს ავაწყობ. თქვენ კი ვისაც მოგეწონებათ ვიდეო და მსგავსი სუპერმარკეტ სიმულატორის თამაშის ლინკი ვისაც დაგჭირდებათ, დააკომენტარეთ ვიდეოს ქვემოთ და ლინკს დაგიტოვებთ სათითაოდ და გამოიწერეთ არხი. წავედით. მოკლედ, პირველი რამოდენიმე დღე უკვე გავლილი მაქვს. აქედან გამომდინარე $1600 გვაქვს უკვე და წავიდეთ ეხა თითო ვიყიდოთ ყველაფერი. ხო, და თან გაჩვენებთ ამ ვერსიას რა აქვს კარგი. ჯერ ერთი ის რომ მარტივად მუშაობს ძალიან იმ რაღაც ჩინურთან, უпростоრად იმ ჩინური არის ესეც, მაგრამ ის რაღაცა ისეთ არაბების გაკეთებული იყო. ყველაზე კარგი რაც აქვს არის price list-ი, ანუ ფასების ჩამონათვალი, სადაც ერთ გვერდზე შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენთან მაღაზიაში არსებული ფასები, ზოგად მარკეტებში არსებული ფასები და შეძენის ფასები. რა, მარჯვენა კუთხეში ხედავთ და თან მარცხნივ ხედავთ არსებულ ფასს და შეცვლილ ფასს, მაგალითად პასტა ღირდა $1 და 2 ცენტი და $1 და 29 ცენტამდე გაიზარდა მისი ფასი. და ნუ მოგებას გვიტოვებს, რა თქმა უნდა, აქ შევადარეთ, აი market price-ი, რასაც აწერია, ის არის ზოგადი ფასები და ჩვენი price, რასაც აწერია, ის არის უკვე ჩემი მაღაზიის ფასები. ხო, მიზანი რაც არის, სესხის გარეშე უნდა განვითარდეთ და რა თქმა უნდა, გადასახადები, ლიცენზიები, ყველაფერი უნდა გადავიხადოთ. ჯერჯერობით არ მყავს მუშახელი სამუშაო ადგილი ჯერ ვერ შევქმენი, იმიტომ რომ 10 ლეველზე არ ვარ, 10 ლეველის შემდეგ გვეყონება ისევ მოლარე და საწყობის გამგე, საწყობის მენეჯერი, საწყობის უფროსი. ხო, დისპლეი კარგი აქვს, კიდევ რაც მომწონს ამ თამაშის, ამ ვერსიის უпростоრად არის ის, რომ FPS-ი გაზრდილი აქვს, გრაფიკას ხედავთ თქვენც, საკმაოდ კაი, ნახეთ, საკმაოდ კარგი გრაფიკა აქვს და სამოძრავებლადაც არის ადვილი. წინა ვერსიაზე, რასაც თამაშობდი, იმის მიჭირდა გადამედგა ავეჯი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულად მოძრაობდა. რძე მქონია და კიდე ვიყიდე. ჯერ არ მაქვს საწყობი გახსნილი, აქედან გამომდინარე ყუთებს ჯერჯერობით ვალაგებ აი აქ. ჯერ არ უშლის ხელს არაფრის და ამიტომ არა უშავს. კვერცხიც მქონია, მაგრამ არა უშავს, შევინახავთ. იმედია განახლებები გამოვა და თამაში არ გაჩერდება ისე როგორც ის ვერსია, რასაც აქამდე ვთამაშობდი. საკმაოდ დიდ პლუსში ვარ უკვე 2 დღის ხარჯზე, რამოდენიმე დღე გავხსენი და დავალებებს გაძლევთ თან მარცხენა მხარეს იმას ასრულებთ. ეხლა სახელი უნდა დავარქვათ მარკეტს და აი ამას რო დავალაგებ, მერე დავაწერ და ოფიციალურად გავხსნი ნაპოს სუპერმარკეტს.
ყავა და ჩაი არის საკმაოდ მაგარი პროდუქტი, თუ გინდათ რომ მალე დაპლიუსდეთ, მეგობრებო. და კვერცხი დავალაგეთ, მაგრამ არის ადგილი. მაცივრის გარეშე იმედია არ გაფუჭდება. აი, სამოძრავებლადაც ნივთების კარგი ის აქვს. ამ ვერსიას მარტივია საკმაოდ. აქ მე მგონი ერთზე მქონდა და ამას ის თავზე დავუთ. და დარჩა 1 ყუთი ჩაი. ყავას დავამატებ. იმიტომ რომ ყავა და ჩაი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ხო, აი მინუსით იღებთ პროდუქტს თითი რო ხატია, იმით ამატებთ. დროის გასაყვანად, გასართობად საკმაოდ კარგი თამაშია. თუ ესე გააგრძელა დეველოპერმა და განახლებები გამოვიდა იდეალური. ნუ Steam-ის ვერსიასაც გავს, ამიტომ არ არის ცუდი. ვსო, გავხსნათ მაღაზია, წუთი, აქედან უნდა გავხსნათ. არა, სახელი დავაწეროთ, იმიტომ რომ მგონი $250 ღირდა. სახელის დაწყება. სად იყო? სექცია არა. აი აქ 10 level-ზე. მერე გავხსნით სუპერმარკეტი დავტოვოთ და კაი. სუპერმარკეტს ვტოვებთ და წინ დავაწეროთ ნაპოს მარკეტი ალბათ, იმიტომ რომ სუპერმარკეტი გონი არ დაეტყვა. თუ ნაპოს სტორი ისეთია ცოტა. ბუტიკი ხო არ ვარ. ნაპოს მარკეტი. და იყოს შავ. ესეც ნაპოს მარკეტი, მეგობრებო. სპონსორების მსურველებს შეგიძლიათ სახელი გადაარქვათ. თუ რომელიმე მაღაზია გამოთქვამს სპონსორობის სურვილს, თქვენი მარკეტის სახელს დავაწერ, მეგობრებო. ამიტომ აღწერაში მითითებულ მეილზე შემეხმიანეთ ან Facebook-ზე. არ არის პრობლემა. მოკლედ დავიწყეთ. აი აქ კიდევ რა აქვს ამ თამაშს. აი შეგვიძლია დავხუროთ სალარო თუ რაღაც ყუთები გვაქვს მისალაგებელი და ასევე ამ თამაშს აქვს სანამ ხალხი შემოვა გაჩვენეთ, მოკლედ. აი სხვადასხვა ის აქვს. შესაძლებლობა აქვს შემოსასვლელის მიმართულებად შეგვიძლია მე მგონი შევცვალოთ. ეს იგივე აქვს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც Steam-ის ვერსიას. დავიწყეთ მუშაობა. ბევრად უფრო დახვეწილია ჩემი აზრით. და ბევრად უფრო კარგია. რაღაც უნდა შევღებო, მე მგონი. დღის და ხურვის მერე. ჯერჯერობით კარგად ვარ პლუსში და სესხი არ უნდა დამჭირდეს, აქ მაინც აუწდე სესხებს. იქ ვიღაც ფასზე წუწუნებს. მეტა რა წუწუნებს. ჯიგარ მაგაზია მაღაზია. $25 მეტი არის. საკმაოდ ისეთი იაფიანი მარკეტი მაქვს.
რამდენი რაღაც წაიღო და $25 იყო მხოლოდ. აი, ნახოთ ამან დეიდასაც საკმაოდ ბევრი რაღაცა აქვს. 27-70. 10 level-ზე უკვე დავიქირავებ თანამშრომელს და ნახევრად მენეჯერის პოზიციაზე გადავალ. აი, როცა უკვე გავხსნი საწყობს და საწყობის თანამშრომელიც მეყოლება, აი მე უკვე გადავალ სრულად მენეჯერის საქმეზე. ხო, რა ჭირს ამ ხალხს, რატო ტირიან ფასზე? არც ერთი იმის ფასი არ მაქვს, იმდენი რომ ესე წუწუნებდეთ. შემოტო ადამიანებო. თითო დოლარით მაქვს მომატებული ფასები. რა არ არის? ვა, წყალი აღარ არის, ბიჭო, ყალსი ხარ? ერთი ყუთი წყალი მიძველდება, აგე რა არ არის. ლოდინზე მე მგონი არ აკლებს არაფერს, მაგრამ თუ პროდუქტი ვერ იპოვა მომხმარებელმა, პლუს 5 სტეპი არის ერთი კმაყოფილი მომხმარებელი და მინუს 1 სტეპი არის თუ ვერ იპოვა პროდუქტი, ანუ ქულას გაკლებთ რა. ამას ახლა წყალი რო ვერ იპოვა, დამაკლებ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ოიმე, რა $20 ბიჭო. აი ისევ იქ მიიტან, საიდანაც აიღეთ, მინუს დააჭერთ და დაბრუნდება ის ნახა უკან. კარგია, 5-ია ჯერ საათი. 50, 70, 90, 15, 16 და 1 ცენტი. აუ ნახოთ. აი მიცა. შეიძლება დავმინუსდეთ. თუ არ დავაკვირდებით თანხას. იმიტომ რომ ნაღდზე ზედმეტობას აბრუნებს. ერთი ცენტით მეტი დააბრუნა ეხლა მაგალითად. ეს დავალაგოთ პარე. აი ყველიც აღარ მაქვს. ლიცენზია არ იყიდოთ თუ ყველზე აწუნდა. თუ არ გექნება თანხა, იმიტომ რომ ლიცენზია როცა გაქვს, იმ პროდუქტს ითხოვს მერე ყველა. $900-ზე იხურება დღე, თითქმის $1700-ზე ავედით, ბოლოს დაგვიწერს იქ რა დავხარჯეთ და პროფიტი, ანუ მოგება რამდენი დაგვჭა. კიდე შემოდის ხალხი, კარგია, ის ბოლო კასტომერია, ალბათ. ბოლო კლიენტი იქნება წესით და არა, კიდე შემოდის. $1700-საც გადავწდი ასობაში. ჩვენიერი. აბა თუ დავამგვალებ, ცოტა რაღაცა მიგვსებს. ქვილი აღარ არის. მოკლედ, ესეთია ჩემი ახალი მარკეტი, ჩემო მეგობრებო. აქ არ მომწონს ამის წაწერ. კაი, შავად არ უნდა დამეწერა როგორც ჩანს. ისევ დავაბრუნოთ თეთრი ფერი ჯობია. კაი, დავხუროთ დღე 23 მაყოფილი მომხმარებელი 5 ვერ იპოვა. რასაც ეძებდა 13-ს ეძვირა. და აი ბოლოში total profit რო აწერია $128-ია დღევანდელი სუფთა მოგება, აი რამოდენიმე პროდუქტს დააკლდა. ესეც ძალიან კარგია, რომ
პირდაპირ გამოდის შეტყობინება, რას დააკლდა ფასი და რას მოემატა და გადავიდეთ ხა. ხო, აქ რა უნდა მეჩვენებინა. ეს ნუ ფასიანია, რა თქმა უნდა. მაგრამ აი აქ შეგიძლიათ იყიდოთ. სად არის? აი აქ არის პიკერი აწერია, ნახეთ რამდენი განსხვავებული რაღაც. აი $900-ის თვითმომსახურების აპარატები და სპიკერიც არის და კატეგორიაც არის. ეს მაინტერესებს ძალიან. დიდი სუპერმარკეტი გახდება თუ არა. პატარა საყინულეები, დიდი საყინულეები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროდუქტებზე ნუ ხედავთ აქ გადაღებაც ფასიანია. ეს ტაბლეტიც არ ვიცი რა არის, მაგრამ მივალთ მაგამდეც. ეხლა მე რაც მინდა არის იმის სახელის ისე უნდა გავაფერადოთ ეს სახელი, იმიტომ რომ აპოს მარკეტი ესენი იყოს როგორც არის. უბრალოდ ეს იყოს წითელი და ტექსტი იყოს ისევ თეთრი. იმიტომ რომ ტექსტი არ გამოჩნდა საერთოდ ღამით. აი იყოს სადღაც ესეთი. მორჩა. ხო, ეხა კედლის შეღებვას მთხოვს და ეგ და სად არის როგორ უნდა შევღებოთ კედელი. ლიცენზია გასაგებია, price list-ი, player-ი, მარკეტი, ტაბლეტი. აი ეს უნდა იყოს და $2 უნდა ამას, როგორც ჩანს. წესით ეგ უნდა იყოს. სხვა კედელი როგორ უნდა შევღებო, მიშვებს აქ. კარგი, კედლის შეღებვა იქნება შემდეგ. ეხლა შევავსოთ ჩვენი სექციები თავიდან. მეათე ლეველი გვინდა, მოკლედ რომ თანამშრომელი დავიქირავ. მიზანი არის მეათე ლეველი. დავასეივოთ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო. შემდეგ ვიდეოში გადავალთ მეათე ლეველზე, დავიქირავთ თანამშრომელს და ვეცდები გავხსნა საწყობი. ესეც ნაპოს სუპერმარკეტი და დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. შემდეგი ვიდეოც მალე დაიდება. აი ეს სუპერმარკეტი უნდა გავიტყვანო სულ ბოლომდე, სადამდეც თამაში გაგვიშვებს და დიდი სუპერმარკეტი უნდა გავაკეთოთ მოკლედ. ადიოს მეგობრებო, დროებით.